თუ რეალობის შეცვლას გადაწყვეტ, თავდაპირველად სრული სიცხადით გაერკვიე თუ რა გინდა. რა არის შენი ცხოვრების მიზანი? რა ოცნებები გაქვს? როგორი ადამიანი გინდა რომ გახდე? იყავი ყველაფერში კონკრეტული. რაც უფრო ნათელია შენი ხედვა, მით უფრო რეალური ხდება ის შენს გონებაში და მით უფრო უადვილდება ტვინს საჭირო გზების შექმნა მისი განხორციელებისთვის. და როდესაც შეიმუშავებ ამ ხედვას, დროა დაიწყო მისი ცხოვრება აქ და ახლა და არა სადღაც მომავალში. ამით შენ იწყებ საჭირო მოვლენებისა და შესაძლებლობების მოზიდვას, რომლებიც შეესაბამება შენი სურვილის განხორციელებას. სამყარო სინქრონულობის მეშვეობით შეგახვედრებს საჭირო ადამიანებს, მიიღებს საჭირო მინიშნებებსა და ინფორმაციებს. მაგრამ მთავარი აი რა არის? შენ უნდა იყო უკვე მზად მოქმედებისთვის მაშინ, როდესაც ეს შესაძლებლობები გაჩნდება შენს ცხოვრებაში. ბევრი ადამიანი ამ ეტაპზე წარუმატებლობას განიცდის. ისინი შინაგანად ემზადებიან, მაგრამ როდესაც გაჩნდება შესაძლებლობა და დროა მოქმედების, იწყებენ დაეჭვებას. გადადებენ მოქმედებას, რადგან შიში უჩნდებათ გაურკვევლობის, სიახლის. ეს არ არის ადვილი. იქნება სირთულეები, იქნება წარუმატებლობები, იქნება მომენტები, როდესაც დანებება მოგინდება. ეს ნორმალურია. ეს პროცესის ნაწილია. ეს აუცილებელია შენი ზრდისთვის. ისინი გამზადებენ წარმატებისთვის, რომელიც წინ გელოდება. ამიტომ, როდესაც წააწყდები წინააღმდეგობებს, ნუ მოერიდები მათ. ისინი შესაძლებლობებად მიიღე. შენში უსაზღვრო პოტენციალია და შენ შეგიძლია ყველა დაბრკოლების გადალახვა. ფაქტიურად შიში, სირთულე და წინააღმდეგობები ცდილობენ შენს დაცვას ახალი გაურკვეველი რეალობის გზაზე. ცდილობენ დაგაბრუნონ ჩვეული კომფორტის ზონაში, მაგრამ შენ მათზე ძლიერი ხარ, რადგან შენში ცვლილებები უკვე დაწყებულია და ძველებურად ცხოვრებას ვეღარ შეძლებ. შენ გაქვს ძალა, რომლის მეშვეობითაც შეგიძლია საოცნებო რეალობის შექმნა, ნებისმიერი დაბრკოლების გადალახვა, დაეუფლო ნებისმიერ უნარს და მიაღწიო ნებისმიერ მიზანს. ყველაფერი კი იწყება რწმენით, საკუთარი თავის, პოტენციალისა და უნარების რწმენით. არჩევანი შენს გადაწყვეტილებაზეა. მოახდენ პოზიტიურ ცვლილებებს თუ დარჩები ძველ რეალობაში. სხეულისა და გონების კავშირი უძლიერესია. როდესაც ახდენ აზრების, ემოციებისა და ფიზიკური მდგომარეობის ჰარმონიზაციას, შენ ქმნი ძალას, რომელსაც შეუძლია თების გადაადგილება. დრო ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე ღირებული რესურსია და თუ როგორ ვიყენებთ მას, განსაზღვრავს ჩვენი ცხოვრების ხარისხს. იყავი ყურადღებიანი, გამოიყენე დრო გონივრულად, მოახდინე მისი ინვესტირება ისეთ რაღაცეებში, რაც უფრო დაგაახლოვებს მიზანთან. დაგეხმარება ზრდასა და განვითარებაში და მოგიტანს სიხარულს. მზად იყავი უარი თქვა იმაზე, რაც არ შეესაბამება შენს ხედვას ცხოვრებაზე. ეცადე გქონდეს ურთიერთობა შენნაირი აზროვნების ადამიანებთან. ეს გაგიადვილებს ურთიერთობებს. და რაც მთავარია, ყოველთვის იყავი მადლიერი იმისთვის, რაც გაქვს. როდესაც ფოკუსირებას ახდენ მადლიერებაზე, რეალურად შენ იხსნები მეტის მისაღებად.
ამით შენ აგზავნის სიგნალს სამყაროში, რომ მზად ხარ მეტი სიკეთის მისაღებად. ამიტომ ყოველ დღე გამონახე დრო მადლიერების პრაქტიკისთვის. ყოველთვის დააფასე შენი სხეული, გონება და შესაძლებლობები. დააფასე ადამიანები, ვინც შენს გვერდით არიან და თავს განსაკუთრებულად გაგრძნობინებენ. დააფასე ყველა გამოცდილება, როგორც პოზიტიური, ასევე ნეგატიური, რომელიც ცხოვრებაში მიიღე. ისინი გეხმარებიან ზრდასა და განვითარებაში. გაერკვიე სურვილებში, ნათლად დეტალებში მოახდინე მათი ვიზუალიზაცია. შეცვალე შენი ფიქრები, მოახდინე ფოკუსირება სასურველზე. განიცადე მთელი არსებით სიხარული, მის გამო თამამად გადადგი საჭირო ნაბიჯები. ირწმუნე საკუთარი ძალის და გჯეროდეს, რომ აგისრულდება. შენ შეგიძლია შეცვალო შენი ცხოვრება, რადგან შენ ხარ არა რეალობის მსხვერპლი, არამედ მისი შემოქმედი. იცოდე, ყოველი მომენტი ახლის დასაწყისია. ყოველი ჩასუნთქვა ახალი სტარტია. ყოველი აზრი არის ხელახლა არჩევის უნარი. გააკეთე გონივრული არჩევანი. აირჩიე აზრები, რომლებიც ძალას გმატებს. აირჩიე რწმენა, რომელიც მხარს გიჭერს. აირჩიე ისეთი ქმედებები, რომლებიც მიზანთან მიგიყვანს. და როდესაც გამოწვევებს წააწყდები, რადგან ისინი აუცილებლად იქნება, გახსოვდეს, შენ უფრო ძლიერი ხარ, ვიდრე გგონია. შენ უფრო გამძლე ხარ, ვიდრე წარმოგიდგენია. შენში ღვთაებრივი ძალის, კრეატიულობისა და გამძლეობის ამოუწურავი რეზერვებია, რადგან ამ გამოწვევების მიღმა ყველაფერია, რაზეც შენ ოდესმე გიოცნებია. გამოწვევების მიღმა ის ცხოვრებაა, რომელზეც ახლა ოცნებობ. გამოწვევების მიღმა ის ადამიანია, როგორიც გსურს რომ გახდე. ასე რომ, მიიღე გამოწვევები, მიესალმე ზრდას, აღნიშნე მოგზაურობა, რადგან ყოველი ნაბიჯი, რომელსაც დგამ, ყველა დაბრკოლება, რომელიც გადალახე, ყოველი შიში, რომელზეც გაიმარჯვე, გაახლოვებს შენს მიზნებთან. ეს ახდენს შენში იმ ადამიანის ფორმირებას, რომელიც გინდა რომ გახდე და იცხოვრო იმ ცხოვრებით, რომელზეც ოცნებობდი. მაშ ენდე პროცესს, ენდე საკუთარ თავს და გჯეროდეს, რომ ყველაფერი მუშაობს შენი უმაღლესი სიკეთისთვის. მაშინაც კი, თუ ამას ჯერ ვერ ხედავ. არ შეჩერდე, იმოქმედე, შენი დრო მოვიდა. ეს შენი მომენტია. იმოქმედე და გახდი ბედნიერი. გისურვებ უსაზღრო ბედნიერებას.